მშობლის მოვალეობა რაც არის, ბუნებრივი არის, ეს არის როგორც ოჯახში აღზრდის მიცემა, მათ შორის მანერების, რომელსაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და სამწუხაროდ საერთოდ წაშლილი არის დღეს. აი დედაჩემი სულ ყოველთვის მასწავლიდა სუფრასთან როგორ უნდა მოვიქცე, ხელები როგორ უნდა მქონდეს, ზედმეტად მეზობლებს რომ ვთქვათ იდაყვებით არ უნდა შეაწუხო, რაც შეიძლება უხმაუროთ მიირთვა რომ არ ატეხვა ჩანგლი და იმით თეფშეც კარუნი და ესეთი ამ და ხმის გამო 1000 რაღაც, ნუ აი ამით იწყებოდა ჩვენი აღზრდა. შემდეგ ხო კითხვა რაც უნიშნელოვანესია, როდესაც მშობელი კითხულობს და შვილთანაც ურთიერთობაში ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ რეალურად ბავშვისთვის ხო მშობელი გარკვეულწილად ეს არის მაგალითი არის და ანუ მისგან ჩვენთვის აი ბიჭებისთვის აუ მამა ჩემი იყო რა გითხრათ ახლა იოჰან კრუიფის გულშემატკივარი ისე ვიყავი რომ ფეხბურთი არ მქონდა რა ხო იმიტომ რომ იმისგან რომ ესმოდა რომ ეს არის აი ვაფანატებდი და მე რა თქმა უნდა მე მაშინ პატარა ვიყავი ძალიან და 78-ის ჩემპიონატი ძალიან მაგრად მახსოვს და უნებრივია გეღური მახსოვს 14-ის ნუ აი მახსოვს რომ აბა ჩემი და მისი მეგობრები უყურებდნენ და მე რა თქმა უნდა ვნახე ეს ყველაფერი როცა YouTube-მა მოგცა საშუალება 74-ის ფინალის ნახევარ ფინალის და ყველაფერი აღმოჩნდა რომ მართლა საგულშემატკივრო იყო კროიფი კი